მოხის ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მას სადავო ნაგებობა ეწოდა. გადაწყვეტილება დღეს კომისიამ გამოაცხადა, რომელიც 2 წლის წინ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა. მუსლიმთა სამმართველოს კი, რომელსაც მეჩეთის ასაგებად მიწის ნაკვეთი უკვე გადაეცა, ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. გადაწყვეტილებას გონიერი და ნიჭიერი უწოდა მუფთა ბეგლარ ქამაშიძემ, თუმცა მისარები იქნება თუ არა, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი მრევლისთვის ჯერჯერობით უცნობია. სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში პირველად მოხდა მსგავსი პრეცედენტი საქართველოში მანამდე არასდროს არ ყოფილა და ეს ყველაფერი გადაწყდა მოლაპარაკების გზით, მრგვალი მაგიდის გარშემო, ურთიერთ კონსენსუსის, ურთიერთ შეთანხმებისა და საბოლოოში მიღწეული შედეგი, რომ ერთის მხრივ არ იქნეს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი, არ იქნეს დარღვეული რელიგიის თავისუფლება რომელიმე მხარის ხარჯზე, მეორეს მხრივ არ გახდეს ეს ურთიერთშუღლისა და დაპირისპირების საფუძველი თუნდაც რელიგიურ ნიადაგზე, თუნდაც მოსახლეობის დონეზე და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფომ შეასრულოს ის ვალდებულება, რაც ზოგადად ადამიანის უფლების კონტექსტში. აი ამ პროცესის სამუშაოების პროცესში ჩვენი სპეციალისტებიც ადგილზე ჩავლენ და დაგეგმავენ იმ ღონისძიებებს, რაც მისი დაცულობისთვის, ეს იქნება შესაბამისი ღობის გაკეთება, თუ კედლები, რომელსაც პრობლემები აქვს, იმათი კონსერვაცია და ასე შემდეგ, ის რომ ასე ვთქვათ, ესე დავარქვათ, ტურისტულად საინტერესო გახდეს. ის პრობლემა, რაც დღეობით ჩვენ გვაწუხებდა და არა მარტო მუსლიმებს, არამედ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც, დღეს ჩვენ ეს გადავწყვიტეთ და იქნება იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი გონიერი მრევლისთვის, საზოგადოებისთვის, რომ იყოს კარგი ურთიერთობა, აღდგეს ურთიერთსიყვარული, ურთიერთმეზობლობა და არ გქონდეს ადგილი